გემოფესტი სვანეთშია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ყველაზე გემრიელი ფესტივალი სეტის მოედანზე იმართება. სტუმრებს 2 დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემონულ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ღონისძიებაში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს. ნათია ქენკაძეს ჩავრთავთ ახლა სვანეთიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ, როგორი განწყობაა ფესტივალზე? განწყობა როგორც ყოველთვის, როგორც ეს გემოფესტს ახასიათებს, არის შესანიშნავი. აქ არის მუსიკა და რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი გემოფესტისთვის არის სრულიად განსხვავებული და გემრიელი კერძები. 3 საათიდან შეიკრიბნენ სტუმრებიც და მასპინძლებიც აქ ადგილზე და ახლა ადგილობრივი სვანი მზარეულები უმასპინძლებიან გურმანებს იმ კერძებით, რომელიც არის სრულიად გამორჩეული, განსხვავებული, თუმცა მათი საფუძველი არის ტრადიციული სვანური კულინარია, რომელიც სრულიად განსხვავებული არის საქართველოს სხვა კუთხეებიდან, არის ძალიან მრავალფეროვანი და როგორც ჩვენ ის შემზარეულები გვეუბნებიან, რომლებიც ამ კერძების შექმნის პროცესში იყვნენ ჩართული, სვანური სამზარეულო ძალიან კარგად მოერგო გემოფესტის პრინციპებს და ალბათ ამაზე მეტყოლებს ისიც, რომ უკვე მესამედ მასპინძლობს მესტია ამ კულინარიულ ფესტივალს. როგორც ხედავთ, ხალხმრავლობა არის აქ მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე. ზოგადად ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის სვანეთი, ამას ხელს უწყობს აქ სამთო-სათხილამურო კურორტების არსებობა და მას შემდეგ, რაც მოთხილამურეებიც ჩამოინაცვლებენ ქალაქის ცენტრში, კიდევ უფრო გაიზრდება აქ სტუმრების რაოდენობა და ისინიც დააგემოვნებენ განსხვავებულ კერძებს. სწორედ ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანი ამ ფესტივალის ჩატარებისას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ ადგილობრივი სამზარეულო და დამატებითი ინტერესი გაუჩინონ მათ იმისთვის, რომ ეწვიონ სხვადასხვა კუთხეს, როგორც უცხოელი ვიზიტორები, ასევე ადგილობრივი მოგზაურები და შეიძლება ითქვას, რომ გემოფესტს უკვე ყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ამ ფესტივალს ერთი რეგიონიდან მეორეში დაყვებიან და მისი ერთგული მხარდამჭერები არიან. ჩვენ წარმოვადგენთ ინეს კუთხეს, პირველად მონაწილეობთ წელს გემოფესტზე და წარმოდგენილი გვაქვს მერწვის კროკეტი, კულტურის კროკეტი და როგორც გითხარით უკვე ლუშნუმიშ, ანუ სვანური მზე, რომელიც დამზადებული არის სვანური ტრადიციული მეთოდით, უბრალოდ ცოტა გათანამედროვებული ვარიანტი არის. ჩემი პირველი გამოცდილება არის, პირველად ვარ გემოფესტზე. ამისთვის ჩამოვედით თან მეგობრების თანახმად, თან სასრიალოდ, თან გადასაღებად და რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ სვანური სამზარეულო მაინც მძიმე არის, მე და ჩემი კოლეგა შეფმა აფროს ეცხლაძემ შევეცადეთ და ეს კერძები გადავაკეთეთ ისე, რომ სასტარტ-ფუდი ყოფილიყო, ასე რომ ვინც სვანეთში იქნება, მე მგონი, რომ ძალიან დიდებულ კერძებს მიირთმევს. აეროპორტების გაერთიანება მივიღეთ გადაწყვეტილება 5 დამატებითი რეისის შესრულებაზე. შესრულებული არის უკვე რეისები, რომ დამსწრებელები უფრო მარტივად და მოკლედ ჩამობრძანენ მესტიაში და უკან დამბრუნებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ეს დამატებითი ფრენები, რომ კომფორტულად, მარტივად, სულ რაღაც 40 წუთში მესტიის აეროპორტიდან ნატახტარის მიმართულებით მოკლედ და კომფორტულად გადაადგილდნენ. ყველას მოუწოდებთ დღეს და ხვალ შემოგვიერთდეთ ნაგნიშნულ ფესტივალზე, ყველა გავერთოთ და დავაგემოვნოთ ყველაზე გემრიელი სვანური სამზარეულო. ყოველ წელს ასე ვთქვათ, მესტიიდან იხსნება ხოლმე გემოფესტი ტრადიციულად, ფაქტობრივად ასე გამოვიდა და ნამდვილად განსაკუთრებულია ხოლმე ამ მოქცეულ მთებში მესტიის ცენტრში სეტზე ჩვენი ფესტივალი. წელს 16 მონაწილე ყავს, აქედან ნახევარი ახალი მონაწილეა. ერთის მხრივ კარგია, რომ ადამიანები წლიდან წლამდე ელოდებიან და კვლავ უნდათ მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეორეც მხრივ ჩვენთვის აუცილებელია, რომ ახალ ადამიანებსაც მივცეთ შესაძლებლობა და სწორედ ამის ბალანსი არის წლევანდელი გემოფესტი. უამრავი უცხოელი არის, ასე რომ გემოფესტის პირვანდელი იდეა თუ იყო გასტროტურიზმის განვითარება და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ნამდვილად შეიძლება უფრო მეტი უცხოელი მოგზაურია ახლა მესტიაში, ვიდრე ადგილობრივი მოგზაური. აქ გარდა კულინარიული ნაწილისა არის ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, არის მუსიკალური სივრცე, არის საბავშვო სივრცე და მოკლედ ყველაფერია იმისთვის, რომ გემოფესტი კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცეს. მისი მონაწილეებისთვის 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება კულინარიული ფესტივალი მესტიაში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია გემოფესტის წლიური სეზონის. სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს ეს ფესტივალი ტრადიციული კონცეფციით, რომ გააცოცხლოს მივიწყებული რეცეპტები და გააცნოს ის ფართო საზოგადოებას. მადლობა ნათია ქენკაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში მესტიიდან.